დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. მთავარი ლოკაცია პირველი რესპუბლიკის მოედანია, სადაც საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით არის განთავსებული. ადგილზე ფუნქციონირებს ყინულის მოედანი, ასევე მოწყობილია სანტას სახლი და კვების ობიექტები. სტუმრებს ასევე დახვდებათ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაც. ბავშვების განწყობაზე კი ზღაპრის გმირები ზრუნავენ. თეონა მაჭარაშვილი ჩაგვერთვება ახლა საახალწლო სოფლიდან პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო განწყობა ნარჩუნდება, დილიდან აქ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ტრადიციულად მრავალფეროვანი საინტერესო და დატვირთული პროგრამა დახვდებათ აქ მოსულ ნებისმიერი ასაკის სტუმარს, თუმცა ტრადიციულად დღის პირველი ნახევარი ეთმობათ ჩვენს პატარა მეგობრებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში დაგეგმილი არის კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები უფროსებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ნანა ზარქუას ხელოვნების სტუდიის კონცერტი ბავშვებისათვის, ხოლო საღამოს 8 საათზე უკვე მთავარ სცენას დაიკავებს ანსამბლი შვიდკეცა, რომელიც მსმენელისთვის საყვარელ მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს. მინდა გითხრათ, რომ მთელი დღის განმავლობაში აქ მოწყობილი არის ატრაქციონების სივრცე ბავშვებისათვის, მათი განწყობის ამაღლებაზე კი ზრუნავენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები და რაც ყველაზე მთავარი არის, ჩემს უკან კადრში ხედავთ სანტას სახლს, რომელიც მზად არის ნებისმიერ ბავშვს უმასპინძლოს. ბავშვებს შეუძლიათ შევიდნენ სანტას თავისი სურვილი დაუტოვონ და მასთან და მის ელფებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღონ. ასევე ფუნქციონირებს ყინულის მოედანიც, რომელიც ნებისმიერი მსურველისათვის არის ღია. საახალწლო სოფელში მოწყობილი არის გასტრონომიული სივრცეებით, სადაც ქართველ შეფებს წარმოდგენილი აქვთ სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილი მენიუს კერძები. შეხვდებით ასევე ქართველ მეწარმეებსაც, რომლებსაც გამოფენილი აქვთ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები. ძალიან საინტერესოა, ძალიან ლამაზად ამორთული, რაც მომეწონა და ძალიან სასიამოვნოა, რომ წლიდან წლამდე რაღაცა უკეთესობა არის. წარმოდგენილია ამ ხნის განმავლობაში ქართული ვრაპი, ქართული ნაციონალური ვრაპი, რომელიც ცოტა უცხოა, მაგრამ ჩემეული ვერსია. ესე ნაციონალურად და მხიარულად ვატარებთ ამ ლამაზ დღებს, ამ ლამაზ საშობაო სოფელში. გილოცავთ ახალ წელს. საახალწლო გაწყობა ისევ გვაქვს, ხალხი ისე მრავლად არის. 14-ის ჩათვლით იქნება საახალწლო ბაზარი. ჩვენ ვარ წარმოდგენილით ჰოთ-დოგით, გლინტვეინით, მობრძანდით, დაგვიგემოვნეთ. სრულად საქართველოს ულოცავ ახალი 2026 წლის დადგომას. დღეს ჩვენ ნანა ზარქუას ხელოვნების სტუდია ვიყავით რესპუბლიკის მოედანზე. ვიმღერეთ ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი სიმღერები. იყო ძალიან კარგი განწყობა, იყო უამრავი მაყურებელი და დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. საახალწლო ზღაპარი გრძელდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე და საზეიმოდ დაიხურება 14 იანვარს. ყველას ველოდებით 14 იანვრის ჩათვლით დღის 12 საათიდან გვიან საღამომდე. საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული სივრცე, ღია კინოთეატრი, ატრაქციონების პარკი, დღის და საღამოს კონცერტები, ზღაპრის გმირები და ყველაზე მნიშვნელოვანი სანტა ელფებთან ერთად ყოველდღიურად აქ ელოდება პატარებს. ამიტომ ველოდებით ყველას ყოველ საღამოს 20 საათზე გაიმართება სხვადასხვა ჟანრის არაჩვეულებრივი ქართველი არტისტების კონცერტები. დღეს კონკრეტულად დაგეგმილია შვიდკაცას კონცერტი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო იქნება თბილისელებისთვის. მათ ვინც ჯერ აქ არ ყოფილა, ვეტყვი, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი ჯერ კიდევ ღიაა და ის მზადაა სტუმრებს უმასპინძლოს 14 იანვრის ჩათვლით. 14 იანვარს კი ის საზეიმო კონცერტით დაიხურება. მადლობა თეონა, თეონა მაჭარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.